თითქმის 150 ჰექტარზე გაშენებული ახალი ქალაქი, ვილები, დაბალსართულიანი კორპუსები და ეკოლოგიურად სუფთა და კომფორტული ინფრასტრუქტურა საცხოვრებელი უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე. პროექტი, რომლის ძირითადი ნაწილი მწვანე კონცეფციაზეა დაფუძნებული, უკვე დააფინანსეს სხვადასხვა ქვეყნის საფინანსო ორგანიზაციებმა. ლისის ტბის განაშენიანების პირველი ეტაპი ხვალიდან დაიწყება. ეს არის ფერდი, რომელზეც ერთი წლის თავზე უკვე იქნება პრინციპში გაშენებული ქალაქის პირველი ნაწილი. ახალი ქალაქის მშენებლობა თბილისში მომავალი წლის ზაფხულის ბოლოს დასრულდება. განაშენიანება ლისის ტბაზე იწყება. 5 გრანდიოზული ვილა და დაბალსართულიანი საცხოვრებელი სახლები. ეს იმ პროექტის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ქალაქში ახალი ქალაქის მშენებლობას გულისხმობს. იქნება 3 ძირითადი ტიპის საცხოვრებელი ერთეული, ვილები, თაუნჰაუსები და ბინები. მაგრამ ასევე სადღაც 16 განსხვავებული პროექტი იქნება. ლისის უბნის მთავარი ხიბლი შემაღლებული ადგილმდებარეობაა, საიდანაც მთელი თბილისი ჩანს. ამიტომ პროექტის ავტორების გადაწყვეტილებით ყველა სახლიდან ინდივიდუალური ხედი გადაიშლება. ტბის განაშენიანება 335 ჰექტარზე დაიწყება. კიდევ ერთი რაც ლისის ტბას სხვა დასახლებებისგან გამოარჩევს, ეკოლოგიური სისუფთავეა. ლისის განაშენიანების პროექტზე არქიტექტორი გაგა კიკნაძე თითქმის 1 წელი მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ინტერესისფერო საცხოვრებელი სახლების მშენებლობა არ არის, ტერიტორიამ ისე მოხიბლა, რომ პროექტის შედგენა გადაწყვიტა. კონკურსში, სადაც ამერიკელი და ევროპელი არქიტექტორები მონაწილეობდნენ, სწორედ მან გაიმარჯვა. არქიტექტურაში ალბათ თავი უნდა ყოფილიყო, რომ ეს ყოფილიყო რაღაცით განსხვავებული განარჩენისგან და ეს განსხვავებულობა ავირჩიეთ, რომ ეს იყოს ძალიან თანამედროვე. პროექტის ძირითადი ნაწილი მწვანე კონცეფციაზე იქნება დაფუძნებული. განაშენიანების 75%-ზე სწორედ ეკოლოგიური ზონა იქნება. უცხოელი ინვესტორები ლისის განაშენიანებით უკვე დაინტერესდნენ. ახალი უბნის მშენებლობას ჰოლანდიურ ბანკთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის საფინანსო ორგანიზაციებიც დააფინანსებენ. მშენებლობისთვის მომდევნო 4 წლის განმავლობაში 100 მილიონზე მეტ დოლარს გამოყენთ. საქართველოში ინვესტიციების ჩადების მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ჩვენ ყველა საქართველოს მომავლის ქუჩერა. რეგიონში და ყოველ საბჭოთა ქვეყანას შორის საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც რეალური დემოკრატია არსებობს. ახალი სახლების შესაძენად მყიდველებისთვის შეღავათიანი პირობებია გათვალისწინებული. სახლის შეძენა აქ საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახებსაც შეეძლებათ. საშუალება ექნება მომხმარებელს და მყიდველს, რომ 30% საფასურად უკვე 1 წელიწადში შევიდეს აშენებულ დინაში და მხოლოდ მერე გადაეხადოს თანხა. ეს ნიშნავს, რომ ჰაერში არ იხდის. საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პარალელურად დაიწყება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია. საცხოვრებელი სახლებიდან 3 წუთის სავალზე გაკეთდება სარბენი ბილიკები, გზები ველოსიპედებისთვის, საპიკნიკე ადგილები და საჩრდილობელი ბუნგალოები. განახლდება ისაბანოც, რომელიც წლების წინ თბილისელების ერთ-ერთი თავშეყრის ადგილი იყო. ლისის ტბის განაშენიანების პირველი ეტაპი ხვალიდან დაიწყება, თუმცა უკვე მიმდინარეობს გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მშენებლობა. ეს სასწავლებელიც ამ პროექტის შემადგენელი ნაწილია და ისიც მწვანე კონცეფციის გათვალისწინებით აშენდება. 1 წლის შემდეგ აკადემიის სტუდენტები უკვე ახალ შენობაში ისწავლიან. ამავე ტერიტორიაზე უკვე შერჩეულია ყველაზე მაღალი ადგილი, სადაც ეკლესია და მგალობელთა სკოლა აშენდება.